რატომ დათმო ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი? ნიტყვით ალბათ წონის გამოა, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. მაშინ რა არის ამის მთავარი მიზეზი? ვიდრე ამას გეტყოდეთ, მოდით შექმნილი სიტუაცია კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ბევრისთვის ილიას ეს ნაბიჯი გაუგებარია და ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ილიამ ქამარი დაკარგა. ილიას ქამარი არ დაუკარგავს, ის საკუთარი ნებით დათმო. UFC-ში ეს ბევრ სპორტსმენს გაუკეთებია და მოსული ამბავია. თოფურია ახლა ქვემსუბუქი წონის ნაცვლად სუბუქ წონაში იასპარეზებს და ბუნებრივია, რომ იმ წონაში, რომელშიც აღარ გამოდიხარ, ჩემპიონის სტატუსი ვეღარ გექნება. ახლა ილია არა როგორც მოქმედი ჩემპიონი, არამედ ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი იქნება. თოფურიას ამ ნაბიჯის გადადგმის ორი მთავარი მიზეზი არსებობს. ეს არის პირველი, მისი ამბიციები და მეორე, ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობის ნაკლები мотиваცია. ილია ძალიან ამბიციური მებრძოლია. მან კარგად იცის, რომ საუკეთესო მებრძოლია და საკუთარი თავის საუკეთესოებთან გამოცდა უნდა. თოფურიას თავდაჯერება რომ არ ჰქონდეს მსუბუქ წონაში არავიდოდა. როგორმე გაუმკლავდებოდა იმ სტრესს, რომელსაც წონის კლების დროს იღებდა და ისევ ქვემსუბუქ წონაში იასპარეზებდა. აქ თავს იჩენს მეორე პუნქტი, мотиваციის ნაკლებობა. ილიამ ქვემსუბუქ წონაში ყველა მიწასთან გაასწორა. ალექს ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვეი გათიშა. ყველაზე სახელიანი მებრძოლები ილიამ უპრობლემოდ გაიარა. ქვემსუბუქ წონაში ილიას ყოველი შემდეგი მეტოქე ხელოვნურად იქნებოდა წამოწეული. მათი ჰაიპი არ იქნებოდა ბუნებრივად აწეული და ყველა ისინი ილიას ხარჯზე იქნებოდნენ წამოწეულები. ახლა რა ხდება მსუბუქ დივიზიონში? მსუბუქი დივიზიონი ნამდვილი მკვლელებით არის სავსე. არმან ცარუკიანი, ჩარლზ ოლივეირა, დასტინ პორიე, ჯასტინ გეიჯი და ჩემპიონი ისლამ მახაჩევი. აქვე გეტყვით, რომ ჩემი აზრით ჯერ ილია ისლამ მახაჩევთან არ იჭუბებს. ამის მთავარი მიზეზი თავად ისლამი და მისი გუნდი არის, რომელიც ამბობენ, რომ თოფურიასთან ჭუბი არ უნდათ. თუმცა ბოლოს მაინც ყველაფერს UFC წყვეტს. როცა დანაბიძია ფულის სუმს იგრძნობს, მაშინ მებრძოლებს არაფერს არ ეკითხება. ჩემი აზრით არც არმან ცარუკიანთან იჭუბებს ილია, რადგან საჩემპიონო ბრძოლიდან ჩახსნის გამო დანა უაითის სომეხ მებრძოლს დასჯის. ჯასტინ გეიჯის მომავალი ბრძოლა უკვე ჩანიშნული აქვს და ილიასთან ჭუბზე ჯერ ფიქრის დრო არ აქვს. დასტინ პორიე კარიერას ასრულებს, უკვე ვიცით, რომ UFC-ში ბოლო ბრძოლას გამართავს და რატომღაც მგონია, რომ ბოლო ჭუბში გალახვის სურვილი არ აქვს. და რჩება ჩარლზ ოლივეირა, ყოფილი ჩემპიონი, გულშემატკივრების აურაცხელი არმიით, რომლის დამარცხებას ილიას მსუბუქ წონაში ძალიან დიდ სახელს მოუტანს. ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, როგორც ეს წინა ვიდეოში ვახსენეთ, ისლამ მახაჩევს უკვე უკან დასახევი გზა არ ექნება და ილიასთან ჭუბი აუცილებლად მოუწევს. კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრი, რას ვფიქრობთ, როგორ განვითარდება ილიას კარიერა მსუბუქ წონაში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და დაალაიქეთ ეს ვიდეოც. მომავალ შეხვედრამდე.